ზესტაფონის რაიონი ეკოლოგიური კატასტროფის ზონად იქცა. იმერეთში დღეს ფეროშენადნობთა 3 საწარმო მოქმედებს. აქედან ყველაზე დიდი ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გარეშე მუშაობს. კვამლი, რომელიც ადამიანს კლავს და საწარმოს მფლობელებისთვის უზარმაზარი მოგება მოაქვს. ნახეთ ზვიად თხელიძის რეპორტაჟი ზესტაფონის რაიონიდან. იმერეთში სულ რაღაც 40 კილომეტრის რადიუსში ასე კვამლის 3 მილიდან ამოდის. რეგიონში ახლა ფეროშენადნობთა 3 ქარხანაა. ზესტაფონის, არგვეთისა და ნახშირღელეს. 3 ქარხნის 3 მეპატრონიდან 200%-იან წილს ოფშორში რეგისტრირებული კომპანიები ფლობენ. თურქეთშია რეგისტრირებული კომპანია, რომელსაც მესამე საწარმოში აქციათა 69% აქვს. ქარხნებს მფლობელებისთვის უზარმაზარი მოგება მოაქვთ. გამონაბოლქვი კი დიდი ხანია ადგილობრივების ცხოვრებას გაუსაძლეს ხდის. არგვეთა ქვემოდან რა ხდება? ტერი რა სული რა მე დიარასო რა მო კეტა მე არა მევინოს კვამლი და ღამე ეუბნებიან. როცა მეიღო ბიჭო ეს საშინელი სული ვერ გაჩერდები მამლა. ვერ გაჩერდები აღარა. სოფელი საქარა ზესტაფონის ფეროს უშუალოდ ესაზღვრება. შესაბამისად გამონაბოლქვით ყველაზე მეტად საქარელები ზარალდებიან. ქარხანა დღის ნებისმიერ მონაკვეთში ბურუსშია გახვეული, თუმცა ადრიანი დილით და საღამოს კვამლი გაცილებით სქელია. აი ხო კვამლი ამოდის, აი ის არ არის მამა. არა, ფილტრები რა ნემა. ფილტრები ძვირი უჯდებათ. ხალხის მოწამლა იეთი. მე იმპაქტი მაგ გადადანილი ახლა. აგზალულო მუშაობა. დავქნა. თუ უცადო რო ისმოვა სიგდილი. ის გინლუგონში ლოგინში მოგვდა ხარ. გიგანაში სულეთი არის. იმას ვეღარ გეიგებს კაცი. საქარელი გელა ბარბაკაძე 66 წლისაა. მთელი ცხოვრება სოფელში გაატარა. ამბობს, რომ დილით სუნთქვა ძალიან ჭირს. ქარხნიდან წამოსულ კვამლს გოგირდის და გაზის სუნიც ახლავს. ეგერ ჩემი კითხვა არ გინდა სასაფლაოზე მიხვალთ იეგა და ყველაზე დიდი ხნის ჩემი მაშინ საბიზაშვილოში მე ვარ 66 წლის დანარჩენის ყველა მკრები ეგერ სასაფლაოზე არის სულ ახალგაზრდებია დასული სულ გულით და კიბო ეგ მეტი არა ყოფებით არ დასულ არცეთ. ზესტაფონში სასუნთქი გზებისა და გულ სისხლძარღვთა დაავადებების სტატისტიკა რომ მაღალი ამას ქარხნის შვილობილი კომპანიის ფერომედის საავადმყოფოს მთავარი ექიმიც ადასტურებს. თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ საგანგაშო სიტუაცია ნამდვილად არ არის. მავნე ტოქსიკურ ზემოქმედებას ინფექციონისტი მამუკა ჭიჭინაძეც გამორიცხავს, რომელიც გაზაფხულზე გარდაცვლილ ქარხნის მუშას გოჩა სამხარაძეს მკურნალობდა. მეტი სიხშირით ხდება ასე თქვა. ძირითადად ეს არის სასუნთქი გზების დაავადებები. ბრონხიტები, ჩვეულებრივი მწვავე რესპირატორული დაავადებები, პნევმონიები. შემდეგ არის, ასე ვთქვათ, გულსიზარდთა პათოლოგიები, წნევასთან დაკავშირებული და გულის პრობლემებთან დაკავშირებული. ზოგადი ფონი უფრო მძიმეა, ვიდრე სხვაგან, რა თქმა უნდა, მაგრამ უშუალოდ რო აი ტოქსიკურად ვიზლი დააზიანა, ვთქვათ, ან სხვა შემთხვევაში ასეთი ეს უფრო ნელ ქრონიკულად აავადებს ადამიანს და არა ასე მწვავედ. 51 წლის გოჩა სამხარაძე 2 მაისს გარდაიცვალა. ზესტაფონის ფეროს ხიდურის მემანქანე ინფექციონისტ ჭიჭინაძესთან 23 აპრილს მიიყვანეს. ფერომეთში სამხარაძეს მწვავე B ჰეპატიტი დაუდგინეს. მას ამ დროისთვის ქარხანაში მუშაობის 7 წლიანი სტაჟი ჰქონდა. გოჩა არ ეწეოდა და სმითაც იშვიათად სვამდა. ფეროში მუშაობის დაწყებამდე ჯანმრთელობას არ უჩიოდა. იანვარში ჯერ მწვავე ბრონქიტით დაავადდა, შემდეგ ფილტვების ანთებით. მდგომარეობა 26 აპრილს დამძიმდა, როდესაც მწვავე ჰეპატიტით დაავადებული საავადმყოფოში მორიგ გადასხმაზე უნდა წაეყვანათ. რო შევალ ფეროში სუნთქვა მეკეტება, ვარ ცუდად. ჰაერი არ მყოფნის. ცხელი ჰაერი რო ამოვარდება, ბოდიშაი როგორ ვთქვა, ორგანიზმში ჩადის. ამას ამბობდა. სულ უჩიოდა, მაგრამ რა ეკნა, 3 შვილი ყავდა და თავს ვენანებებდა სამსახურს. ამ ქარხანაში არის ღია ალკალური ღუმელები, არის ასეთი ტიპის ღუმელები და ძალიან ბევრ ქვეყანაშია. ასეთ ღუმელს ყოველთვის აქვს გამონაბოლქვი, ექნება
მაგრამ მე ვერ გეტყვი ზუსტ ზღვრებს რამდენია და რამდენი უნდა იყოს. უსაფრთხოების ზომების უგულვებელყოფას კატეგორიულად უარყოფს ზესტაფონის ქარხნის მთავარი ინჟინერი. ბასილ გველესიანი ამბობს, რომ მუშა-მოსამსახურეებზე ძრუნავენ და მოსახლეობის ჯანმრთელობაზეც. ღუმელების დაზიანებული ფილტრები შეცვლილია. თუმცა სინამდვილეში ფეროს ხელმძღვანელობის ამ ვერსიის გადამოწმება და ფილტრების დათვალიერება ვერ ხერხდება. 22, 23 და 25 ღუმელის ფილტრების კამერაში 2000-2100 ცალი ფილტრი თვითოეულში შეცვლილია, დამონტაჟებულია და ღუმელები ჩართულია მუშაობს. ისინი აცხადებენ, რომ ფილტრები დაყენებული აქვს, მაგრამ რეალურად არ გვიშვებენ საწარმოში. არ გვიშვებენ იმისათვის, რომ ჩავატაროთ კვლევები. ის ჩვენ არ ვენდობით გარემოს ეროვნულ სააგენტოს ჩატარებულ კვლევებს. ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანას გარემოზე ზემოქმედების ნებართვა ამ დრომდე არ აქვს. არადა ის ერთ-ერთი ძირითადი დოკუმენტია, რომლის გამოც საქმიანობის ლიცენზია გაიცემა. გარემოს დაცვის სამინისტრომ შესაბამისი დოკუმენტაციის მოსამზადებლად საწარმოს გონივრული ვადა მისცა. თუმცა კანონი არც ამ გონივრულ ვადას განსაზღვრავს და არც ამ რეჟიმში მუშაობას ითვალისწინებს. დარღვევისთვის ქარხანა მინიმალური 7000 ლარით უკვე დაჯარიმდა. არა ადმინისტრაციული ჯარიმა უნდა შეეფარდებინათ ამას, არამედ სისხლის სამართლის საქმე უნდა აღძრულიყო. 295 მუხლი ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება არის გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსით, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვინაიდან აქ არის ხელისუფლების ინტერესი, ისინი ყველანაირად ხელსაფარებენ აღნიშნულ საწარმოს. 14 აპრილს ადგილობრივი ტელევიზიის ოპერატორმა ქარხნის დაზიანებული ფილტრებიდან ამომავალი კვამლი გადაიღო. ზესტაფონის ფეროს თემა აქტუალური სწორედ ამის შემდეგ გახდა. კადრების გადაღებიდან მალევე შოთა ფერაძე სამსახურიდან გაათავისუფლეს. ყოფილი ოპერატორი დარწმუნებულია, რომ ტელევიზიის ხელმძღვანელობამ ეს გადაწყვეტილება გამგებლის მხრიდან ზეწოლის გამო მიიღო. გათავისუფლების წინ შოთა ფერაძე შელაპარაკება სწორედ გამგებელთან მოუვიდა. თუმცა ტელევიზიის ხელმძღვანელიც და ზესტაფონის გამგებელიც ამ ფაქტს უარყოფენ. მომივიდა იქ ცოტა შელაპარაკება გამგებელთან და 27-ში უკვე დილით მიბარებს ხელმძღვანელი და მეუბნება დაწერე განცხადება რისთვის კონკრეტულად არაფერი არ უთქვია. დავწერე განცხადება, გამოვედი და მე მეც ვერაფერს ვერ უკავშირებ. მე ერთი ვიცი, რომ ღმერთის წინაშეც მართალი ვარ და ჩემ თავის წინაშეც მართალი ვარ. ეგ იყო აბსოლუტურად გამოგონილი, შეთხზული ისტორია, რომელიც მე თვითონ გავიგე, მე თვითონ გამიკვირდა. ეს არ არის კვამლი. იყო ეკონომიკის სამინისტრო ჩამოსული და ნახეთ, ეს არის ორთქლი. რომელიც არის და ახლა ეს არის ორთქლი, არ არის კვამლი ეს. კვამლი არის ნახშის რო დაანთე დამო კვამლი. ფეროშენადნობთა კიდევ ორ საწარმოში ჩვენთან საუბარი არის უღეს. არგვეთში GTM გრუპის ახალ ქარხანაში ოფიციალურ კომენტარზე უარი გვითხრეს. ადამიანმა, რომელიც ქარხნის ტექნიკოსად გაგვეცნო, ვინაობის გამხელა არის სურვა. მან გვითხრა, რომ ქარხანა ტესტურ რეჟიმში სულ რაღაც 2 დღეა მუშაობს. ფილტრებს კი მაშინ ჩართავენ, როდესაც ის სრული დატვირთვით ამოქმედება. ეს დღეს ამოვიდა პირველად. დღეს ამოვიდა ნალატკას ვაკეთებთ, გუშინ დავიწყეთ. კითხეთ, როდის იყო გუშინ, თუ იყო გუშინ წინ, იმის წინ. უთხარით, ბავშვი, როდის იყო? გელაბეთის მოსახლეობის და საერთოდ ეს არ მიდის არასოდეს. აი, გახედეთ ის და არ გეთასით არის. ხო, აი თქვენს უკან რა არის? აი თქვენს უკან. არაფერი არ რკინიგზა არის და მე მიდვრებია და მივყვება. თუ იქ დავათვალიერებთ, თუ გაინტერესებს. მოსახლეობა იქ დარწმუნდა. აქეთ არა ვენას. იქ სადაც ქარხნის ტექნიკოსის თქმით მოსახლეობა არ არის, ქვემო არგვეთელების ეზოები და სახლებია. ისინი ამბობენ, რომ ახლა დაშენებული ქარხნიდან კვამლი მერვე თვეა ამოდის და საავტომობილო გზის გასწვრივ მდებარე ქვემო და ზემო არგვეთელებს თანაბრად აწუხებს. რამდენი ხანია ეგ რაც ეგრე? 8 თვეა. მეტი კიდე. ესე გვიჭირს, სულ თქვა გვიჭირს. მეტი რა უნდა გითხრათ ახლა? მერე დააწובה ესე და გადმოდის აქ. თვალების სვას, თავის ტკივილს, მეტი რა უნდა გამოიწვიოს ორგანიზმში. თქვენამდე მოდი. ჩემამდე როგორ არ მოდის? ახლა ქარი საიდან დაუბერავს ვერთმა იცის. არის ნიავი და არის ქარი. მაგრამ ეს ნიავი ხანდახან გუში რო ტრიალებდა, ხო ჩაძველი იყო აქ სულ. ხო და ამ პურსაც უნდა მაგარიფიეთ ახლა, ასე რომ ვთქვათ, ეს არის კერძო საკუთრება. გადაღების შესაძლებლობა არც ჭიათურმანგანუმ ჯორჯიას ქარხანასთან მოგვცეს. კადრებიდანაც კარგად ჩანს რა პირობებში საქმიანობენ ფეროშენადნობთა ქარხანაში. ძლიერი კვამლის მიუხედავად მუშები სპეცტანსაცმელის და აირწინაღების გარეშე მუშაობენ. ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში 2500 ადამიანია დასაქმებული. არგვეთასა და ნახშირღელეს ქარხნებთან ერთად ზესტაფონის ფეროს წილი ქვეყნის სამრეწველო პოტენციალის განვითარებაში მაღალია, თუმცა შესაძლოა ეს წილი ძალზე ძვირიც აღმოჩნდეს.
ქარხნების მფლობელების მხრიდან ეკოლოგების მოთხოვნების იგნორირება ზესტაფონის და თერჯოლის 120,000-ზე მეტი მოსახლის ჯანმრთელობას ემუქრება.